ეხლა მე გეტყვით მინარიც გახარია. თეთრი ხმაური გახსოვთ აქციები. არის თეთრი ხმაურის ესე იგი რახარ უხი და ერთი ამბავი ხო გახსოვთ რა ამბები იყო. კვირიკაშვილის პრემიერობის დროა. შინაგან საქმეთა მინისტრია მაშინ ეგ. ეხლა ბომბს გავახეთქავ ეხლა მე უყურეთ რა. გახარია ეუნება კალაძეს. ვიდეო მიტინგზეო. მე გამოვალო და ესე დაწმო ბოდიშიო და რაღაცა კი ბოდიში არ ვთქვა, მაგრამ მაშინ ჯერ არ ვთქვა ბოდიში. და ხალხთან ურთიერთობაო და რაღაცას კერავს რა ტიპს. წავიდნენ პარლამენტში მოსალაპარაკებლად. ეხლა ბევრი დეტალები ძირითადად გეტყვით რა მოხდა. ყველა ხალხი მიხვდება ვისთან აქვს საქმე. პარლამენტში ზიან ლობჯარი ეს გრძელთბიანი ბიჭი როა კიდე ვიღაცა რო დარბოდა იქ ბაია პატარაია ვიღაცა ესეთი ეს იქიდან იყო ესეთი ნათქვამი ჩვენ გეი პარადი უნდა ჩავატაროთო დაშლაო აი თუ გინდა თუ აი გეი პარადი უნდა ჩავატაროთო მოდის ეს ეთერია და არ მინდა კიდე თქვა ესეთი ცუდი სიტყვა რა მოდის ოფისში ამ თემის განხილვის დაპირება დაიწყო. მოვით ყობახიძე ეს წარმოუდგენელიაო. დიტო სამხარედეს დიტო თუ კაცობა როგორ არა, მაგრამ თუ მე რამე სიტყვები გამოდიტო და თქვი სამხარეძე მაქვს ხედულობაში. თუ ეგ მოხდა მე ამ პარტიიდან მივდივარ. არ იყო დიტო ეგრე. კალაძე უნდა რა სიგიჟეს ლაპარაკობო? უყურე დახე რა საწავიდა რა. გახარიას ეუბნება. აბარა იქ მე ხო ნასკები და წონასწორობა დაკარგული მაქვს კაცო. და მე გეტყვით ვინ ასრულებდა ის ბოთლი კიდე პრემიერს რა. ეს წავიდა. აი ხო იყო რაღაცა მოლაპარაკები და ხალხში უნდა გამოსულიყო. ეს წავიდა. მივედი და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ეუბნები გახარიას. მიტინგზე დგას ამერიკის საერთო უსაფრთხოების უფროსი რუგზაკია გადაკე ფოტო დაუვდე აი ესე მიუტანე ფოტო აი მე უთხარი ვინა იქ მეთქი ვისი რა ის მოლაპარაკებებს იქ აკეთებ აი ვინ აკეთებს მე უთხარი ამას დაადასტურებ დიტო ლოთქიფანიძეც გაატარა ტიპმა წავიდა იქა დაიწყო ბოდიშით ბიჭო გავგიჟდი ტოპიში გან ერთი ბოდიში არ იყო რამდენიმე ბოდიში მოიწოდა აუ ოფისში გავგიჟდი და თუ არა და გამოვიდეს პრემიერი და თქვას რომ მე ერთ სიტყვას ვიტყუები რა. გამოდის სუბელიანი და ამბობს ეგეთ სიტყვას. გეი პარადი ჩატარდება აქ. ეს ახლა რომ შეცდომაში არ შევიდეს მაყურებელი რომელი სუბელიანი. ხო, აი NGO-ს არომადენზე ლაპარაკი. აქ ჩატარდებაო. ამ დროს ჩაერთო ეკლესია. ქართველები გამოვარდნენ ქუჩაში. კალეიდოსკოპური სისწრაფით. ესე იგი, ირშება, ესე როგორ მოხდა, აი და ეს ხალხი რომ მოხუჩდა, ანუ მოხდა ისეთი რამე, რაც მაგით ამოუტრიალა ამერიკის მიერ დაგეგმილ პროცესებს. ეს ვერ გათვალეს. ხედავ რომ ხალხს უკვე ვეღარ გააჩერებენ. თანელჩებიც იყვნენ მასთან. რა თქმა უნდა. ხედავ რომ ხალხს ვეღარ გააჩერებენ და უკვე მიდიოდა შეტაკებისკენ და მეხუთე სართულზე გავედი ჩვენ მეხუთე სართულიდან მოცნების მეხუთე სართულიდან პირდაპირ ჩანს სამების ეკლესია დავიჩოქე რატო დედის აფლავს პიცავარ და ღმერთო აცდინე მეთქი რა ამ ქვეყანას სხვა საქართველოში არ გამაგვიძო მეთქი რა აი ამ დროს მესმის ტელეფონზე იმან ხო არის და მე ექროვს გივარ ტელეფონზე დგას ტიპი ვიღაც ხო და არ დაიშალოთო ეხლა გახარიას ძალიან აქტიური პარტიის წევრია რა ეს ტიპი. არ დაიშალოთ ეხლა პოლიცია მოა დაგიცავთო. იმ მამაძაღლებს ეუბნება გაიგეშე. მოკლედ მოხდა ისე, რომ რა თქმა უნდა, ესენი როგორც გაიდგათ ყვითელი ავტობუსებით გაიყვანეს. ამის მერე იწყება საინტერესო. ეს სპეცნაზი უკვე ისინი სოდომიტები უკვე გაყვანილია. ეს სპეცნაზი გადმოვიდა და ხალხის წინ უკვე ხალხი ვიც იყო ეს ქართველები შეგრევილი იმის წინ დადგენ განადისტანციურად აი ესე დადგნენ ანუ პირისპირ მაგრამ ახლოს პირისპირ ჩავირბინე ეგრევე გავარდი რუსთაველზე თუ არ და
რამაზ გაგნიძემ თქვას. რამაზა მე პატა ხო წავიდო რა ხდებაო? ხალხი დაიბნა. იქ უკვე ისინი აღარ არიან, აბა რა უდოდათ. ესე დგანან და მეუთხარ რამაზ მეუთხარი ეხლა მეთქი გავარდი ისე ოფისში, მივედი კალაძეს ვეუნები, ახლა მეუთხარი ხო წავიდნენ ისინი მეთქი. გავიყვანეთ მეთქი. რატო ძაბავთ სიტუაციას მეთქი? იღებს კალაძე ურეკავს გახარიას. ისაო გიორგიო, ხო, რა თქვინდა ხა მოდი განმუხტის ის გავაკეთოთ რა, ხო, აღარ არიანო, ხო, დაწყნარდა ხალხიო რა და დაწყნარებს კი წავიყვანთო. პასუხი არ გაინტერესებს. ყველამ თავის საქმე აკეთოსო. მე ვარდი კვირიკაშვილს. თუ არ და გიორგი ქრისტიანი კაცია და თქვას რომ მე ვიტყუები. ყობახიდან თქვას რომ მე ერთ სიტყვას ვამატებ. გიო მეუთხარი, მოდი რა მეუთხარი, ბიჭო, ვიღაცა შეიძლება იქიდან რაღაცა ისროლოს. მე ეგრო თქვი, ჩემ თავში დაფიქრდი. ვიღაცამ კი არა, შეიძლება აქედან თვითონ ამათმა გააკეთონ პროვოცირება, კაცო. ანუ რა ვიგრძენ იცი და მე ოფისში მე ვიგრძენ მეთქი აქ ხوارი იწვით იმ ხელები შემეპარო მეთქი აქედან ხوارი იწყება მეთქი ეს ყველაფერი. მოუწელდი ოფისში ყვირვა მე თქვენ განახებთ როგორ უნდა მეუთხარ ამ ქვეყნის ნამუსის სახელზე მეთქი და განო ჩემი სიგიჟერობა დავიწყე იქა. პრემიერ-მინისტრი ურეკავს გახარიას. არა, შემოვიდა გახარია უკვე ოფისში. და ეუნება გახარიას რომ ისა გიორგი რა თქმა სპეციალს გაიყვანეო ხო მივლენ ისინიო რუსთაველზე სანთელს გაანთებინო და წავლენო რა ასული გამაოგნებელი იქაო ძვირად ღირებული აპარატურად გასვა რო არ დაზიანდესო მოუტრალდი ვეუნები რა აპარატურა ხალხო იქ შეიძლება ვიცი ახალგაზრდა ემოციაშია თვალი ნაწამი იყოს რაღაცა რას რაცნისკენ მეუთხარი აბა ეხლა გიორგის გახარიას არ აკეთო მაგდენი ვაშკაცობა. მაგრამ ერთადერთი მე ვიყავით რომ იქაც ყავდა სოდომისტები და იქ რო დაუწყეთ. ვაიმე ბატონო გიორგი, თქვენმა ბოდიშმა რეიტინგი აგიწია და რაღაც სიგიჟეებს რო უნებოდნენ მამაცაღლები. ხოლმე მის პარტიაში ეხლა იქა. მე ვუთხარი ხომ მომასწარეთ ეს პატპოლკოვნიკი, ოფიცერი კაცი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ბარიგებს. მე ვუთხარი ბოდიში მოუხადე მეთქი. ამას ხომ მომასწარეთ ამ ქვეყანაში მეთქი არის რეაქცია მაგისტრი გადიოდა კაკრას. ამის ქართველობამ ხომ მოისაო რა. ანუ ტიპს ნახე რა აზროვნებას ეს ეგ როგორც თქვა ეხლა პრემიერის დათვის უფროსმა ეგრევე მიაძახა შენი დედაო. მაგარი კაცია ის დათვის უფროსი. ყბა ჩამომივარდა. ეს შინაგან საქმეთა მინისტრი როგორ ამეთქი?